ბოდიშ გიხდით მიმდინარეობს ევროპასთან დამაკავშირებელი სისტემის შეკეთება. ეს წარწერების გაჩნდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახლა უკვე გადახდა ფასიანი დაბრუნდა და მგზავრობა უფასო აღარ არის, თუმცა ჩვენ ნახეთ სოციალურ გავრცელდა ფოტოები თუ როგორც ცდილობდნენ საპროტესტო ხმების ჩახშობას, მანამ სანამ გაუქმდებოდა გადახდის აპარატები და გახდებოდა უფასო. ფოტოებში ჩანს, რომ ეგრეთ წოდებული სკოჩებით, წებოვანი ლენტებით ცდილობდნენ საპროტესტო ხმების ჩახშობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაკრული იყო წებოვანი ლენტები იმის გამო რომ ჩაეხშოთ თუნდაც ზვიად გამსახურდიას თუ მერაბ კოსტავას თუ ზურაბ ჟვანიას თუ საპროტესტო ხმები რომლებიც დღეს დილიდან ისმოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში როგორც ავტობუსებში ასევე მიკროავტობუსებში ჩვენ ვესაუბრეთ მერიის ყოფილ თანამშრომელს რომელიც შემოპირთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობდა გიგა სოფრომაძეს რომელიც აცხადებს რომ ამ დრომდე უამრავი პრობლემა არის გამოსასწორებელი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მათ შორის ხმოვან სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ გამოსწორდა და შემოპირებს ადაპტირება დღეს ტრანსპორტში უჭირს, თუმცა ვხედავთ როგორი დაუცველი აღმოჩნდა სისტემა გარეშე პირების მხრიდან შეღწევის დროს. გაჩერებები არ ცხადდება ისე როგორც უნდა ცხადდებოდეს. ზოგჯერ დაგვიანებით აცხადებს საერთოდ ავტობუსი მოსაცდელის სახელს, ზოგჯერ მიყოლებით 2 და 3 შეიძლება გამოაცხადოს. ხმოვანების სისტემა არის გაუმართავი, ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევა არის მის ეფექტურ მუშაობაში და ამ დროს ავტობუსებში და სამარშრუტო ტაქსებში ირთვება სალარო აპარატები, ანუ სალარო აპარატი, რომელიც ფუნქციაც არის თანხა მიიღოს, მისი ალაპარაკება მოახდინა ვიღაცა ის, რაც მართლა გასაკეთებელი არის, რაზე დედაქალაქის მერია, მისი შეპესები, სიპები, აიპები და საქალაქო სამსახურები უნდა მუშაობდნენ. ამ ადამიანებს უშვებენ სამსახურებიდან და შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ სისტემა, რომელიც პასუხისმგებელი დედაქალაქის მერია არ მუშაობს და მეორე სისტემა, რომლის დაცვაზეც ასევე პასუხისმგებელია დედაქალაქის მერია, რაღაცა სხვა მრავალი ფუნქციითაც აღიჭურვა უკვე და მოქალაქეებს გადახდის აპარატები ესაუბრება. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი რაც დღეს დილიდან მგზავრებმა ნახეს, ადასტურებს იმას, რომ პროტესტი კი არ ნელდება, პირიქით ისიძენ სახარ ფორმას და შინაარსს და კიდევ ბევრ სიუპრის უნდა ელოდოს ხელისუფალი. ვისაც ხანდახან შეიძლება შეგეპაროთ ეჭვი რომ შეიძლება ეს პროტესტი შენელდეს ეს კარგი დასტურია იმის რომ მხოლოდ და მხოლოდ იზრდება პროტესტი და რაც უფრო დრო გადის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება რადგან ის ბრძოლა რომელიც მიმდინარეობს და ამ ბრძოლაში 1000-ობით, 10000-ობით და მთელი ქვეყანა არის ჩართული. შეიძლება ვიღაცა იქ არ დგას, ვერ დგას, მაგრამ მას ეს პროტესტი აქვს გულში, სახლში, ტელევიზორთან თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს პროტესტი კიდევ და კიდევ უფრო გაიზრდება. აი ამ ფორმით ეს მართლა ჩემთვისაც ძალიან გასაკვირი იყო, რომ საოცრება იხდი ფულს და ირთვება ის რაც ნახეთ, ხო, მოვისმინეთ ყველამ და ეს ნიშნავს იმას, რომ 21 საუკუნეა, რომ ახალგაზრდები არიან ძალიან ნიჭიერები, ძალიან კრეატიულები, ამას აკეთებენ იუმორითაც, ხო, ერთის მხრივ ეს ძალიან სასაცილოც არის და ძალიან საყვარლობაა და ამავე დროს ამას აქვს ძალიან დიდი ძალა. ეს არის აუცილებელი. ახლა მერია და საგამოძიებო უწყებები ეძებენ თუ ვინ ალაპარაკა სალაროები და იდეის ავტორს 3-დან 6 წლამდე პატიმრობით ემუქრებიან.